მეგრული და კალკულატორი აღარ არის აქტუალური. ყველგან ინგლისურს და კომპიუტერს ითხოვენ. გადაწყვიტა ინგლისურის შემსწავლელ კურსებზე დამეწყო სიარული და როგორც აღმოჩნდა, მოდას აქაც არანაკლებად ითვალისწინებენ. მეგობრების ჩევით ბრიტანულ ცენტრში მოვედი და გავარკვია, რომ აქ ცნობილი ქართველი მოღვაწეები ნანკა კალატოზიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, ინგა გრიგოლია, ირინა ოვნაშვილი და თაკო ფხაკაძეც კი სწავლობდა. როგორც აღმოჩნდა, აქ სულ 12 ეტაპია. იმისთვის, რომ განსაზღვროთ, რომელი ეტაპიდან დავიწყებ ინგლისურის შესწავლას, სასურველია გავიარო ტესტირება, ხო? ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ რაღაც გამოცდაზე მგონია თავი, თან ის გამოვიყურები სპეციალურად, მეგონა რომ ეს რაღაც ეს ჩაცმულობა მიშველია და მე მგონი არა. თავდაპირველად რამოდენიმე სიტყვას კითხავ ქართულად და ინგლისურად მithარგმნე. მზად ვარ. ერისა და ქვეყნის წინაშე. დავიწყეთ ფანჯარა, window, სურათი, picture. ეს Facebook-დან ვიცი. ყვითელი, ჩემი მიკროფონი, yellow, ხო? გესწორია. ეხლა გადავიდეთ შეკითხვებზე. Is a city small? Is the city small? მეცორჯერ უნდა გიყეს, ხო? ესე იგი, my city is not small, my city is not small. Is London a village? Is London a village? London is not village. No, London is not village. შემდეგი საფეხური. პირველი წიგნის მეორე საფეხური. ანუ პირველი წიგნი ვიცი? გამოდი. არა. პირველი წიგნის პირველი საფეხური იცი, ანუ გამოდის რომ მეორე საფეხურიდან ვიწყებთ. რაც მინდოდა საერთოდ. კარგი, წავედი. ესე იგი მე შევალ ახლა ხო უკვე მასწავლებელთან და გარკვეულ ჯგუფთან ერთად მომიწევს მუშაობა. დაიწყებ მეცადინეობებს. და სრულყოფილად რამდენხანში მეცოდინება, ესე ვთქვათ. მე-12 ეტაპზე როდის გადავალ, წარმატებით როდის დავასრულებ. ანუ შენ შემთხვევაში შენ მოხვდი მეორე საფეხურზე და დაგჭირდება წელიწადი და 6 თვე იმისთვის, რომ თავიდან ბოლომდე გაიარო ჩვენი კურსები და მიაღწიო უმაღლეს დონეს. მე ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ ძალიან სწრაფი მეთოდით ასწავლიან, ანუ იგივე დასწრაფებულია. ხო, ერთი გაკვეთილი 4 გაკვეთილს უდრის, ასე ვთქვათ. კი. ამიტომ ჩემი რთული გრაფიკის გამო მოვედი თქვენთან, თან როგორც აღმოჩნდა მოდაშია თქვენი ასე ვთქვათ ეს ბრიტანული ცენტრი, იმიტომ რომ კი ძალიან ისეთ მაღალ წრეებში მირჩიეს. ძალიან მიხარია, მოხარული ვარ. ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი გრაფიკი, ანუ დილის 9-დან მუშაობთ საღამოს 9 საათამდე. აქედან გამომდინარე, შენ თავად აირჩევ დილის ჯგუფი გინდა, შუადღის თუ საღამოს. გასაგებია და ვიცი რომ 5 ფილიალია და ჩემს სახლთან რომელიც უფრო ახლოს არის, შემიძლია ავირჩიო თუ? თქმა უნდა, კი, ჩვენ გვაქვს საბურთალოზე, ფალიაშვილზე, აღმაშენებელზე და რუსთაველზე. კიდევ გვაქვს ერთ-ერთი ფილიალი ქალაქ ბათუმში თუ ბათუმშიც ხო? ანუ ბათუმი ლაივს რო გავაკეთებ, გავაგრძელებ იქ სწავლა. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ანუ შეგიძლია დასასვენებლად წახვიდე და იქაც პარალელურად ის. რა თქმა უნდა, შეგიძლია იქაც გააგრძელო მეცადინეობები. შვენიერია, კარგი, შევიდეთ? They grip any available object, like arm of the chair, and might become nervously exhausted. For the normal annual. ეს არის შენი ჯგუფი, რომდან დაიწყო მეცადინეობა და მოთავსდი, რომელ გამზეს გსურს. გამარჯობა და ერთხელ ქართულად. So what often happens to high-pressure businessmen who work too hard and never even get away for the normal annual holiday? Often finish up suffering from high blood pressure or nervous exhaustion and could even drop dead from a sudden heart attack. დიდი ხანია სწავლობ? ხუთი თვერაც ვსწავლობ. ჩემი ცალკეობისთვის ყველაზე მიზანშეწონილი ზუსტად ეს ადგილია. აი, ცოტა ხმა მაგალ მელაპარაკე, რომ გამოვიდეს. და როგორ რა დონეზე იცი ინგლისური? საერთოდ არ იცოდი, რომ დაიწყე აქ სწავლა. რაღაც დონე მქონდა. ამიტომ გასაუბრება გავიარე და მოხდა ამ დონეზე, 6 დონეზე. შვენება. ესე იგი, რა მინდოდა მეკითხა, რომ აი ხარ რამდენი ხანია დადიხარ და უკვე გაქვს იმის საშუალება, რომ ინგლისელ მამაკაცთან ერთად სადმე გაიარო და გავიარო კიდეც და თავბრუც დავახვია. მართლა? ინგლისურით კი.
ამბობენ რომ საერთოდ 4 სხვა გაკვეთილი უდრის აქ ერთ გაკვეთილს, ცოტა მართალია. ძალიან სწრაფად. იმიტომ რომ პრაქტიკა არის ის რომ ლაპარაკობ გაუჩერებოთ 2 საათი და ნამდვილად პრაქტიკას იღებ. შენ ისე მეტყველებ გისმენდი რომ არაფერს აღარ გითხრა. შენ იმიტომ ხო არ სწავლობ რომ გოგონა შეგიყვარდა არა ქართველი? არა, მე იმიტომ ვსწავლობ რამდენი ლამაზი გოგოა. თულად ითვისებენ თუ მაინც ისეთი მეთოდია რომ ისეთი მეთოდია ჩვენი, ანუ იმდენად ხშირად არის გამეორება ჩვენს მეთოდში, ამას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, რომ შეუძლებელია უბრალოდ ამდენი გამეორების შემდეგ რომ ვერ შეისწავლო ენა, ასე რომ თვითონ მეთოდია ისე აგებული, რომ ესეთი შემთხვევები თითქმის არ არის. კარგი, დავალებებს ბევრს აძლევთ სახში. დავალებები თითქმის არ არის, უბრალოდ სასურველია რა თქმა უნდა, რომ ეს ამ გაკვეთილებს სახში გადაავლონ თვალი და ასევე სიდის მოусმინონ. თორე ისე ყველაფერი არის გაკვეთილზე. მეცადინეობთ ესე? თუ? იმიტომ რომ მე ცოტა დრო მაქვს და ვერ მოვახერხებ ნამდვილად. სკოლაში ყველაზე მეტად მიყვარდა ეს სასაცილო ოთახებში სიარული და ერთსული მქონდა ზარი როდის დაირეკებოდა და აქ რომ დადიხარ აქტიურად ბავშვობაში ხვდები, იმიტომ რომ შეიძლება რომ ჩამოვჭდე მე აქ მარტო ყავას ჩაის არ მიირთმევთ, როგორც ჩანს მეცადინეობთ კიდეც იმეორებთ ხო გაკვეთილებს. კი, თან მეცადინეობთ, თან მივირთმევთ ხოლმე ხანდახან. და შესვენება გააქვთ ერთი გაკვეთილი. 10 წუთი, 10 საათის შემდეგ 10 წუთი და მე ელოდებით ხოლმე ზარი როდის ირეკება რა მოიცემა. კი, ხან ვიღლებით ხომ ცოტათი. გეუბნებიან რომ თან ინგლისურად ფილმებს უყურეთ. რა კარგია, იმიტომ რომ იმედზე გადის ხოლმე ღამე ტიტრები, ანუ სუბტიტრებით ინგლისურად ფილმები. გეხმარებათ რამე? კი, რა თქმა უნდა. თქვენ რა შევებით? აი, ჩაიწვენ. მე 7 წიგნზე ვართ უკვე და ბოლო ეტაპზე ვართ და თქვენ შემდეგი უკვე კოსმოსი გაქვთ, ხო? კი, კოსმოსი. ბავშვი. უკვე და წავალ ძალიან გული დაგწდება, მაგრამ მოგვიწევს წასვლა. კარგი, სამაგერთ ბაგაჟით მიდიხართ ისეთით, რომ ბევრი ინატრებდა.